დღეს შემოიტანეს ქოცებმა კანონი, რითაც მილიონ საქართველოს მოქალაქეს დაემუქრნენ. აი მილიონი დაახლოებით ადამიანი მოიხმარს პირდაპირ ირიბად მარიხუანას ქვეყანაში. ესენი არიან თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, რომლებსაც უტყდებათ თქვენთან პირველ რიგში რომ აღიარო ეწევიან. მილიონი კაცი რაღაცას აკეთებს და ეს არ შეიძლება იყოს კანონდარღვევა. მე შემიძლია გითხრათ რომ მას შემდეგ რაც თქვენ მე მიცნობთ და იცნობთ იმ საქმეებს, რასაც სხვადასხვა ფორმით ვაკეთებ, მე სულ მოვიხმარდი მარიხუანას. და ამის შესახებ არასოდეს არ დამიმალავს ყველა ჩემმა მეგობარმა ეს იცის. მაგრამ აი ეს რო გაეკეთებინა ამ ქვეყანაში იმ ადამიანთა მეათეც მაინც რომელიც მარიხუანას მოიხმარს. რომ ამითი მას არც ხელი ეშლება განსაკუთრებულად და არც განსაკუთრებულს არაფერს არ აფუჭებს. დღეს საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა. არც ახლა არ მჯერა რომ ამ ვიდეოს მერე მომბაძავთ და გახდებით გულწრფელები თქვენს გარშემო მეგობრებთან. მოითხოვთ იმას რომ თავი დაგანებონ. ამჯერა, მაგრამ გონია რომ ჩემი გასაკეთებელი და სათქმელი ახლა ეს არის. გამოდით საჯაროდ ნუგცხვენიათ, შეუტიეთ სახელმწიფოს. მინიმუმ იმიტომ რომ თავი დაგანებონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მთავრობა ყოველთვის მოინდომებს თქვენს გატყიდვას. იმიტომ რომ იმალებით, იმიტომ რომ გეშინიათ.